ერთი ხო წელი არც ბევრია შეიძლება, მაგრამ არც ცოტა დრო არ არის. თქვენ დაგჭირდათ რეაბილიტაციის პროცესი, ხო, საკმაოდ ხანგრძლივი ამის შემდეგ. მინდა კითხო დასრულდა თუ არა ეს პროცესი, ახლა ფიზიკურად როგორ გრძნობთ მოკლედ თავს? Ну, ხო, რეაბილიტაციის პროცესი იყო, რომ მქონდა ტვინის შერყევა, მქონდა წოლით რეჟიმი, მაგის გამო თუმცა დამჭა მაინც ის ტვინის შერყევის შემდეგ დამჭა მეხსიერების პრობლემები. მე თუნდაც ის რომ მაგათაც დღეს თქვენთან მოსულიყავი გადაცემაში, მაგრამ საერთოდ ამომივარდა თავიდან, ამიტომ გვიწევს ახლა ჩართვა. ხო, ანუ ეს პრობლემები დამჭა მაინც იმის მერე, მიუხედავად იმისა, რომ გავიდა 1 წელი. და კი, ანუ იმის მერე, რაც გავიდა 1 წლის თავზე, დღემდე არ არის არანაირი მცდელობაც კი იმისა, რომ გამოძიებულიყო ეს საქმე, ან დაკითხულიყო 10 მეთაური, ანუ იმ ელემენტარულად ნებისმიერი რობოკოპი, რომელსაც შეიძლება ცოდნოდა თუ რა მოხდა იქ, ან ვინ იყო ის ადამიანი, ვინც ეს სასტიკად დამარტყა ციხლი, რაც იმ კადრებში ჩანს. ანუ მიზეზი რა არის, რომ მათი იდენტიფიცირება ვერ ხდება, თუ რატომ ვერ მიაგნეს ამ ადამიანებს ამ დრომდე? Ну, ერთი ის არის, რომ თვითონ ირაკლი კობახიძე იცახდა, რომ მათი იდენტიფიცირება ვერ ხდება, თუმცა არც იმის მცდელობა არ არის, რომ ეპოვათ ვინ არის დამნაშავე, იმიტომ რომ არანაირი გამოძიება არ დაწყებულა. გამოძიება არის დაწყებული ფორმალურად, თუმცა არავინ რეალურად არაფერი არ ეკეთება ამ საქმეზე, არავინ არ არის დაკითხული. მხოლოდ ერთადერთი რამის გამოძიებამ გააკეთა არის ის, რომ ჩემი ქურთუკი აიღო და დააპატიმრა უკვე 1 წელია და არ ყვევენ არის თუ არა ჩემი სისხლი ქურთუკზე. და უბრალოდ პირველივე რამდენიმე მეორე დღესვე მირეკავდა გამომძიებელი, რომელსაც უნდა ჩემთან შეხვედრა და დამიბარს ექსპერტიზაზე, რაც აიღეს რაღაც ნიმუშები, ამხელა დაზიანებები მქონდა და განზომეს სანტიმეტრებით. თუმცა ხო, არაფერი რეალური რეაგირება ამ ყველაფერს არ მოყოლია, იყო ყველაფერი ფორმალური. ზვიად, აი 1 წლის შემდეგ, არ ვიცი, თქვენ თუ გინახავთ ეს თქვენი კადრები, ძალიან ხშირად ტრიალებს და ალბათ შეუძლებელიც არის, რომ თვალი არ მოკრათ, მაგრამ ემოციური თვალსაზრისით, რომ თქვათ, ახლა რა ემოციას გიჩენთ ხოლმე ამისი ნახვა, თუ არ ვიცი, გადალახეთ ეს ემოციური შეგრძნებები, ახლა მოკლედ თქვენი კადრების ნახვისას როგორი არის თქვენი ემოციები? ამასთან შეგუება ემოციურად არ გამიჭირდა. ეს კადრები ნახე მეორე დღესვე თუ არ ვცდები, ან პირველივე დღე იყო. საღამოს საათებში ნახე, როცა საავტობუსში ვიწექი. ხო, ანუ ეს კადრები რაც ნახე, საერთოდ არ ველოდებოდი რომ ესეთი კადრი იქნებოდა, იმიტომ რომ მე მაგ მომენტში ვიყავი გათიშული. მე უბრალოდ მახსოვს ის მომენტი, როცა თავიდან ერთმა სპეცაზმა დამარტყა და მე გარშემო ყველა მხრიდან მირტყავდნენ და მაგ მომენტში გავიტიშე. მე უკვე ეს კადრები რაც გრძელდება, უკვე ამ მომენტში, როცა გადაღება აქვს დაწყებული, მაგ მომენტში უკვე მორჩენილები არიან იმას, რომ გარშემო ყველა მხრიდან მირტყავდნენ და უკვე რაღაც ძლივს ფეხზე ვდგები, ჯერ ერთი ტიპი მირტყავს ქუსლს ხვერში, სახის არეში და მე მეორე მთელი ძალით მირტყავს სახეში და უკვე მაგდროს მოვარდები, თავს ვუტყავ ძირს. თო ეს მონაკვეთი არ მახსოვს საერთოდ, ამიტომ რომ უყურე ძალიან შოკირებული ვიყავი, რომ ესეთი რაღაცა ვინახე. მე ხო ან მარტივად გადავიტანე, მაინც იმიტომ რომ ვიცოდი უკვე რომ კარგად ვიყავი და სანერვულს არაფერი არ იყო. ამიტომ არ გამიჭირდა ამასთან შეგუება. თქვენ მაშინ ამბობდით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გეუბნებოდათ, რომ აქციაზე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს თქვენი კადრები ნახა. ალბათ არ არის საუკეთესო მიზეზი, რამაც შეიძლება ადამიანს მოანდომოს აქციაზე გასვლა, მაგრამ აი ახლა ამ ადამიანებისგან, ვინც ამას გეუბნებოდათ, ან სხვა ადამიანებისგან, ვინც თქვენს გარშემო არის საერთოდ, ვინც აქტიურია პროტესტში, არ არის აქტიური პროტესტში. ახლა რა განწყობა ეს ბრაზი თუ არსებობს, თქვენ რას ხედავთ ამ ადამიანებში? კი, ეს ბრაზი არსებობს, ეს ბრაზი არ მგონია რომ გაქრეს ოდესმე. ამ ფაქტმა კი გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოაფხიზლა, ესე ვთქვათ, და რეალურად დაანახა ამ ფაქტმა დღევანდელი რეჟიმის სახე. ამ კუთხით
ბევრი ადამიანის გამოღვიძება შეძლო ამან და კი დღემდე არიან ეს ადამიანები გაბრაზებულები, დღემდე ხვდებიან იმას თუ რა რეჟიმში ცხოვრობთ და ამიტომ კი ეს საბოლოო ჯამში მაინც მე ყველა ცუდ რასაც უყურებ დადებითად იმ კუთხით რომ საბოლოოდ ყველა ცუდი მიმართულია იქითკენ რომ მოხდეს რაღაც უკეთესი ამიტომ საბოლოო ჯამში მგონია რომ მოხდა ის რომ საზოგადოებამ დაინახა რეალური სახე რეჟიმის ამიტომ ძალიან კარგი რაღაც იყო იმისთვის რომ რეჟიმი რეჟიმისთვის ფარდა გადაგვეხადა ეს არის მთავარი რაც შეიცვალა ამ 1 წლის განმავლობაში თქვენი აზრით აი რა არის მთავარი თქვენი შეფასებით მთავარი რაც ამ 1 წლის განმავლობაში გადაფასდა რაც შეიცვალა თუნდაც თქვენთვის პირადად ამ 1 წლის განმავლობაში რაც შეიცვალა მთელი ეს ბოლო 1 წელი რეჟიმი უკვე უფრო მეტად ინტენსიურად არის გადასული იქითკენ რომ გამოავლინოს თავისი რეალური სახე რეალურად გვაჩვენოს რომ ეს ამ რეჟიმს არაფერი კავშირი აქვს დემოკრატიასთან და არის ეს რეჟიმი სრულიად გადასული დიქტატორულ ქმედებებზე და კი ამ ფაქტის მერე რაღაც მე როგორც უყურებ არის ისე რომ უკვე რეჟიმს აღარ აქვს უკან დასახევი აკეთებს ყველაფერს იმისთვის რომ დარჩეს ხოლმე თვითონ პოლიტიკურ ველზე ცდილობს რომ ჩამოიშოროს ოპოზიცია მათი აკრძალვით თან მithumetes შეარჩევ ხოლმე ის პარტიები რომელსაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვთ ცდილობენ ყველანი გააიგიონ ვინც მათი წინააღმდეგება გააიგიონ ნაციონალებთან და სისხლის 9 წელთან ცდილობენ რომ ის ადამიანები ვინც წინააღმდეგებად ყველას მიაწებონ უცხოური აგენტის იარლიყი რაც არის მაგალითი თუ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა ზუსტად იგივე ნარატივები გადმოტანილი რაც ხდება რუსეთში ყველაფერი დაკოპირებული ერთ-ერთში და ხო რეალურად უფრო და უფრო ამ 1 წლის განმავლობაში მგონია რომ აღარ დარჩება ადამიანი, საგადმოაზროვნე ადამიანი არ დარჩება, ვინც ვერ ხვდება იმას, რომ დღევანდელი რეჟიმს არაფერი კავშირი აქვს ქართველობასთან, სიმშვიდესთან, ღირსებასთან და ტრადიციებთან და ოჯახურ სიწმინდესთან, რასაც თვითონ აიგივებენ თავს. და ხო დღესდღეობით თუ შენ აზროვნებ რაციონალურად ხვდები იმას რომ ეს რეჟიმი ამ რეჟიმს არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან თქვენი აზრით აი რამდენი ასეთი ადამიანების რაოდენობა ახლა 1 წლის შემდეგ 28-ში ხო ისევ იგეგმება დიდი აქცია თქვენი მოლოდინით ბევრი ადამიანი გავა ისევ ქუჩაში ჩემი მოლოდინით ბევრი ადამიანი გავა ქუჩაში თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ იმაში რომ რამდენი ადამიანს არ უნდა გავიდეს აქციაზე ადამიანების უმეტესობა ხვდება იმას რომ ამ მთავრობას ბრჭყალებში მთავრობას არ აქვს არანაირი კავშირი საქართველოს განვითარებასთან და საქართველოს წინსვლასთან ადამიანების უმეტესობა ხვდება რომ დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება არის უბრალოდ ერთი ოლიგარქი ადამიანის მიერ ჩაგდებული ძალაუფლება ხელში რომელიც ახორციელებს რუსულ გავლენებს საქართველოში და ჩემი აზრით უმეტეს ადამიანებს ხვდება ასევე უმეტეს ადამიანს საქართველოში უნდა ევროპასთან ძლიერი და მტკიცე ურთიერთობა რაშიც დღევანდელი ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლება უშლის ხელს საქართველოს მივიდეს იქამდე სადაც უნდა ქართველებს რომ იყოს საქართველო კი ბატონო თქვენ თუ იქნებით აქციაზე 28-ში კი ბატონო 28-ში აქციაზე ვიქნები მეც და მგონია რომ ბევრი ხალხი იქნება 28-ში